მოგესალმებით, ეს არხი ბუჯას გარაჟია, ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება კომპანია USA to Georgia და მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ეხლა იმ ბაბაზე ვიტყვი ინფორმაციას. ხო, როგორც გითხარით, USA to Georgia და იმ ბაბა დამეკופნენ, ვისაც გიყვართ ჩინეთიდან ამანათების გამოწერა, ძალიან მაგარი სიახლე აქვთ. აღწერაში არის ლინკი ვიდეოს ქვეშ, მაგ ლინკით რო დარეგისტრირდებით, აქვთ რეფერალური სისტემა. ანუ თქვენ ლინკს რო გაუზიარეთ მეგობარს, მიიღებთ კრედიტებს, რო დარეგისტრირდეთ. და ყველაზე მაგარი რა არის, რომ USA to Georgia-ს აკაუნთის მიღმა შეგიძლიათ რეგისტრაციის დროს პირდაპირ მისამართებში რო შეხვდეთ და თავისით აკოპირებს ჩინეთის მისამართს და სვავს. და ყველაზე მაგარი რაც არის, როცა მოდის საწყობს თქვენი ამანათი ჭირდება ხოლმე დეკლარაცია უნდა გაატაროთ რა და 24 საათს გაძლევენ მაგისთვის და იმდენად მაგრად გააკეთეს ეს ყველაფერი სისტემა რომ დეკლარაციასაც თვითონ აკეთებს. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე თქვენი მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ არხი უნდა გამოიწეროთ, ვიდეო უნდა დაალაიქოთ, უნდა დააკომენტაროთ, აქტიურად მოკლედ ვთქვათ რა, იმიტომ რომ უთქვენთ არაფერი არ გამოვა. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა თქვენ მაყურებლებო რომ გვიყურებთ, ალაიქებთ, კომენტარებს გვიწერთ, აზიარებთ. მეორე რიგში დიდი მადლობა USA to Georgia-ს მხარდაჭერისთვის არხის განვითარებაში რომ გვეხმარება. დღეს უბრუნდებით ჩვენს ტრადიციას 1:43. ამ ბოლო ვიდეოებში ზოგადად დააბრუნეთ ეგ. კი. საჭიროა, იმიტომ რომ თავიდან ჩვენ რითიც დავიწყეთ იუთუბერობა, ჩვენი სტანდარტი იყო 1:43. ხო, მე არხმა მოიტანა. ხო, შიგადაშიგ უბრუნდებით ჩვენ სტანდარტს, ეგრეთ წოდებულს. მე გეტყვით რომ იქნება ხოლმე. კი ბატონო, აუცილებლად იქნება ხოლმე. იმიტომ რომ არის რაღაც მანქანები, რაც მაგ მასშტაბში არის მარტო და სხვაში არა. ხო, მაგალითად ეხლა ავიღოთ აი ეს სამი მანქანა, ხო? 1:24 მასშტაბში არის? არ შემხვედრია. 1:18-ში? 1:18-ში კონკრეტულად ვიქტორა და ტიგრა არ შემხვედრია, მაგრამ ეს არის, მაგრამ $400. მადლობთ. ხო, მოკლედ, სხვათა შორის არც ეს მანქანები ნაკლები ფასი. ხო, ეხლა მაგას ვიტყვი. და ყველაზე მთავარი რა არის, რომ ნამდვილ მანქანებს უფრო ადვილად იშოვი ვიდრე ამ მანქანებს. კი. იმიტომ რომ აი კონკრეტულად მოდი ამითი დავიწყოთ რა. სუპოთი? ხო. და შენ ბრენდები თქვი სანამ მე გავხსნი. ეს არის შუკოს წარმოების გერმანული ბრენდის Opel Vectra B, ლეგენდარული მწვანე. ყოველ შემთხვევაში საქართველოსთვის ლეგენდარული Vectra. ხო. თან მწვანე ფერი კონკრეტულად იმიტომ ავირჩიეთ, რომ მწვანე იყო. ხო, მანქანაზე ვიდეო გადაღებული. მწვანე თბილისში იყო ხოთში. ხო. იმიტომ რომ სანამ პრიმუსი გაიჩითებოდა, მანამდე Vectra იყო. ხო, რა თქმა უნდა, ტაქსის თემაში. ხო. თან ეს როგორი თემა იცი ამ Vectra-ს ჩაწერა. ჩემი ძმაკაცის მამას ყავს ზუსტად ესეთი Vectra. ხო, ზუსტად ესეთი Vectra. ზუსტად ამ დისკებზე ზუსტად ესეთი მწვანე რა. და აბა უნდა მაგარი ხარო გააწევ ჩემს მაგას მაგრამ ხავადრეს. ხო, რაც შეეხება ამ Prius. ხო, ეს არის mini champs-ის. ეს Prius-ი და ტიგრა არის mini champs-ის. ხო და ამ ტიგრასთვის კიდე ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გამომწერს ბექა გიგინეიშვილს, იმიტომ რომ ეს არის 2 წლის წინ რომ მანქანები ჩავწერეთ. წლის ბოლოს აი EU-18 რო ჩავწერეთ, ჯეიმს ბონდის იაგუარი რო ჩავწერეთ. აი იმ საჩუქრებს მოყვა ესეც. და ეს შემონახული იყო რა, არც მახსოვდა რომ მქონდა. შემთხვევით აღმოვაჩი. და სხვათა შორის არც შემხვედრია რომ იყიდებოდეს ეს, იმდენად იშვიათია. მოდი ოპელებზე ვიტყვი ზოგადად. ხო. ოპელის საკოლექციო მოდელის, ანუ ოპელის ნამდვილი ოპელის შოვნა უფრო მარტივია, ვიდრე ოპელის საკოლექციო მოდელის, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა 1:18 იქნება თუ 1:53 თუ 1:24 ძვირია.
თან ძვირია, თან იშვიათია. შესაბამისად იშვიათი რახან არის ძვირი. იშვიათის თემას ვიტყვი ახლა. აი მე ხო მწვანე ვექტრავ მაქვს. კი. საკმაოდ იშვიათია, იმიტომ რომ მწვანეა. კი. პირდაპირ გეტყვით რომ ვექტრაბე მე მინდოდა ფურგონი შავი ფერის, იმიტომ ჩვენ ყავდა სახში ეგ მანქანა და მაგ მანქანას ცალკე ისტორიები აქვს და ეგ მინდოდა რომ მოგვეყოლა. მაგრამ იმდენად ძვირი ღირს 1.40 განა არ არის, მაგრამ იმდენად ძვირი ღირს და იმდენად იშვიათია რომ არ ღირს. ხო, ნუ ახლა რამის ნამდვილი მანქანის ფასი ღირს და არ ღირს. ხო, სადღაც ერთი $400-500 ყიდა და მაგიტომ დავიკიდე რა. ხო. რაც შეეხება პრიუს კიდე, ხო? ხო, პრიუსის ისეთი თემა არის. წარმოიდგინეთ ახლა ერთი კონკრეტულად აი ეს მოდელი მინიჩემსის. მინიჩემსის. სულ არის 750 წელი ეს მინიჩემსია ეს. ხო. ეს შუყოა. ხო, თან ახლა ლიმიტირებულია ეს. ხო, ეხლა ნახე როგორ აქ მაგას რა წერია 1-დან რა. 750. ხო, მაგრამ ისე ლიმიტირებული დასტამპულია რა. ხო. ანუ ყველას სულ 750 ცალია ეს პრიუსი. და ყველას ერთიანი. მაგრამ ყველას ერთიანი აწერია. ანუ ნამდვილი ლიმიტირებული არის 700-დან მეორე მაგალითად. მესამე ესე არ არის. ამას სულ 750 გამოვიდა და ყველას ერთიანი აწერია. ეს არის მარკეტინგული ხრიკი. ლიმიტირებულია, მაგრამ ნუ ვითომ პირველი ნომერი შენია, ეგ თემა არის. ხო, მაგრამ მე მივხვდებით ხოლმე ზოგჯერ. კი ბატონო. მოდი ახლა ჩვენ ოპელს დაუბრუნდეთ რა თემაზეც ხო, თან რა მიზეზითაც იგრა ოპელები ხო ზოგადად იშვიათია. თან წითელი ფერის და თან კაბრიოლეტი იგრა საერთოდ ის არის რა. სხვათა შორის ნამდვილიც ბევრი არ გამოსულა. მოდი მოკლე ისტორიას მოყვები. ამ ავტომობილის პრეზენტაცია ჩატარდა ფრანკფურტში 1993 წელს. 90-იანებში. ხო, 90-იანებში. და მაშინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თვითონ ავტომობილის ფორმებმა და ასე შემდეგ. ნუ ეგ საუბარი არის კუპე ვერსიაზე რა. ესეთი? კაბრიოლეტზე არა. ხო, სხვა არც არის, კუპე არის და ესა. ანუ რკინის სახურავით და რომელსაც ეხდება. ეს ალტოპია. ხო. სახურავი რო ხო, 94 წლიდან 2000 წლის ჩათვლით გამოდიოდა, ფაქტიურად 7 წელი გამოდიოდა მანქანა. ხო. ამ 7 წლის განმავლობაში სულ გამოუშვეს 250,000 ეგზემპლარი. ბევრი არ არის. ბევრი არ არის, თან რატო გამოუშვეს ეგეთი პატარა პარტია, რომ რატომღაც ავტოშოუზე რომ აჟიოტაჟი გამოიწვია, ბევრი მყიდველი მაინც არ გამოუჩნდა ამ ავტომობილს რა. და მაგიტომაც ოპელმა ყვა იხმარა და ფაქტიურად გამოვიდა, რომ შეზღუდული რაოდენობა გამოუშვა. ხო. ეგ მსოფლიო ბაზარზე გათვლიდან გამომდინარე. რაც შეეხება კაბრიოლეტს კონკრეტულად ამ მოდელს ეს გამოდიოდა 2004 წლიდან 2007 წლამდე. ხო, ეს 2000 და მაგის მერე ტიგრას გამოშვება შეწყვიტეს. ხო. ეხლა ზუსტი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, კიდევ უშვებენ თუ არა ტიგრას, არც მე არ გამიგია. მაგრამ ეს არის კონკრეტულად 2004 წლის მოდელი. ხო, 2000 ჰარტოპია, ანუ რას ნიშნავს, რომ მყარი რკინის სახურავია, მაგრამ კაბრიოლეტი, რომელიც რომ საბარგულში ესე იკეცება, ტრანსფორმაციას განიცდის ანუ. რაც შეეხება ძრავებს, სულ გამოდიოდა ორი ძრავით. 1 და 4-ით და 1 და 6-ით. და თან ორივე ძრავი იყო ეკოტეკი. 1 და 4 ძრავიანს ჰქონდა 90 ცხენი, 1 და 6 ძრავიანს ჰქონდა 106 ცხენი. რავი, ანუ 90-იანებში და 2000-იანების დასაწყისში აი თემაა რა. ნუ აი ესეთი მწირი ინფორმაცია არის ამ ავტომობილზე. ხო, ის რომ თქვა ყველაფერს თავი დავალებოთ ბოლო ოპელია რა. ხო. კონკრეტულად პირველი მოდელი, ანუ პირველ სერიას, ხო, ეს არის უკვე მეორე პირველ თაობას, ხო? აი ამას თუ დააკვირდებით, წინ ნიკელის ის აქვს, ცხაურა. ხო.
და უკანაც ნიკელის ელემენტი აქვს. ხო, და ლამაზია სხვათა ხო. პირველ თაობას ეგ არ ქონდა, ფარებიც განსხვავებული ქონდა. სურათს ამოვანათეთ. ხო. და იწარმოებოდა ესპანეთში. ვა, ეგ არ ვიცი. ხო, გერმანიაში არ იწარმოებოდა. სხვა და ეს მოდელიც, აი ეს ჰარტოპი რაც გამოვიდა, ხო, მეორე თაობის უკვე ორი ვარიანტი იყო რა, ეს მეორე თაობა, მყარი სახურავი და ესე რო იხდება. იწარმოებოდა საფრანგეთში. ო, აი ეს არ ოღონდ რომელსაც სახურავი ეცნება. ხო, ეგ არ ვიცი. აი ეგეთი ინფორმაცია. მე მეგონა რომ გერმანიაში შესაბამისად ინგლისის ბაზრისთვის ავტომობილს ერქვა Vauxhall-ი. ოპელი ერქვა გერმანიაში, ჰოლდენი. ხო, ერქვასად ოპელი გერმანიაში, ჰოლდენი ერქვა ავსტრალიაში. და ამერიკის, ლათინური ამერიკის ბაზრისთვის, ანუ სამხრეთ ამერიკის ბაზრისთვის Chevrolet-ი ერქვა. ეხაც ეგრეა. ხო. დღემდე ეგრეა. ხო, ნუ აი ეგეთი განსხვავებები არის სახელებში, თორე ავტომობილი ერთი და იგივეა ყველა. კი. უბრალოდ საჭე რა ადგილას ეყენა, მაგაში განსხვავდება. ახლა მაგალითად Lotus Omega-ს. ხო. ყველა მიცით Lotus Omega რა მანქანა არის. Lotus Omega-ს მარცხნივ აქვს საჭე და იმას რა ქვია, Lotus Carlton-ს აქვს მარჯვნივ. ანუ ეგენი ერთი და იგივე მანქანებია, უბრალოდ ერთი მარჯვენა რულიანია, მეორე მარცხენა. ხო, ნუ ომეგა რა ხალხია, მარცხენა რულიანი არის და კარტონი არის მარჯვენა რულიანი ინგლისის ბაზრისთვის. ხო და ეს პრიუსი რატო გამოიყვანეთ ამათთან ერთად, რომ იშვიათობის თემაში რა. ხო, რა თქმა უნდა. ეს ორი მინი ჩემსია და ეს შუკო. იდე ვიმეორე და. ხო. შუკო არის, შუკოც და მინი ჩემსიც არის ერთ-ერთი პრემიუმ ბრენდი. კი ბატონო. დიდი მანქანები რო ავიკლოთ შუკოს, ძალიან ძვირი. კი. ძალიან ძვირი რა, დაახლოებით 500-600 ლარი ჯდება რა. ხო, ნუ აი, როგორი შედარება იცი, ახლა კიდევ ვიტყვი რა მაგას, რომ თუ ხართ დაკვირვებული, ხო? ჩვენ სტანდარტულად ხო ვეძებთ ისეთ ავტომობილებს, რომელიც რომ YouTube-ის საინტერესო იქნება. ხო, ნუ აი, ხო შეიძლება რომ სიტყვაზე რამე ისეთი ავტომობილი ავირჩიოთ, რომელსაც არანაირი ისტორია არ აქვს და სტანდარტულად ხო, ნუ სტანდარტულად გამოდის რა. ხო, ეხლა პრიუსიც სტანდარტულად გამოდის, მაგრამ ჩასაწერი ხო, ნუ არა, პრიუსი სტანდარტულად კი ბატონო გამოდის, მაგრამ პრიუს თავისი ისტორია აქვს. ხო, რატო გამოვიდა? პირველი ჰიბრიდული ავტომობილი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოიხვეჭა საკმაოდ სერიოზული სახელი. ბრენდი ლიდერი, რომელმაც ჩამოაყალიბა აი სტანდარტი, რასაც ჰიბრიდი ქვია. ერთ რაღაცას ყველაფერს თავი დავალებოთ, პრიუს ეგ ისტორია. ხო, ანუ ჰიბრიდს რო გაიგებ, პირველი ის არის პრიუსის თემა რა. პრიუსი. აი როაზეც ეგრე არის, რომ ეს პრიუსის სისტემა ეგ ამბავი. და სხვათა შორის ამისი კონკურენტი კიდე იცი რომელი ავტომობილი იყო? რომელი? პირველი უпростоრად ეს ავტომობილი რატომღაც პრეტენზია ჰქონდათ რომ კონკურენცია გაეწია Golf 4 კაბრი, Golf 4 არა, Golf 3. უпростоრად როგორი თემა არის, იცი? ცხვირია Golf 4-ისა, ხოდია Golf 3-ისა და არის კაბრიოლეტი. Volkswagen-ისთვის უნდა კაია. აი ეგ თემა იყო რა. ანუ რა შეგვიძლია კიდე? ჩვენ მეზობელს რო ყავდა, ხო გახსოვს წითელი ფერის რო იყო? ხო. ოი, მაგ მანქანაზე მაქვს საუბარი. კი, როგორ Volkswagen-ის კაბრიოლეტი. ო, წინა ცხვირი ქონა Golf 3-ისა, ხუთი ქონა Golf 4-ისა, რატომ? ლამაზი იყო სხვათა შორის. ხო, ნუ ცუდი არის. თუ არ მახსოვს რა მოდელი იყო, მაგრამ თუ ვიპოვე და გამახსენდა. ხო, ნუ Mercedes-ს აქვს კიდე ეგეთივე პატარა მოდელი. C-კლასი ვა? მაინც არა ქვია მაგათ, CLS-ი თუ არა, ძალიან პატარა რო არის. CLS-ი არა. ძალიან პატარა რო. CLS ძალიან მაგარი მანქანაა. ხო. Mercedes კი არა, მაგრამ მაინც. ხო და Opel-ი კიდე გერმანულებში მაგარი ბრენდი იყო რა, თავის დროზე გამძლეობით და ეხლა ტიგრა არ ვიცი, მაგრამ ეს მაგარი ვირი მანქანა იყო. ხო.
ნუ სხვათა შორის ძალიან მე პირადად მე მინდოდა რა გინდოდა? ვექტრა A და უბრალოდ აი რო ვეძებდი მაგმანქანას და რაღაცა ხო და გუჯასაც რო დავავალე რომ მოეძებნა ნუ იმდენად არარეალურად ძვირი ფასიედო მაგმანქანა ხო მაგას რომ მაგას მირჩენე წავდი აგერ ნამდვილი ბუდიშტა ვედრომანეთია ეგო A-კლასის ისინი მოდი ეგეთ რაღაცას ვიტყვი რა ახლა ბაზარი არ არის მაგარი იქნებოდა მაგრამ ნამდვილზე მაქვს საუბარი ხო ჩასაწერად ბეჯობია იმიტომ რომ ჩემ ბავშვობაში სანამ აი ხა ხო პრიუს არა აი ვექტრას ეპოპეარითიც დაიწყო რა მაგას ხო ვისაც ვექტრას ისტორია გაინტერესებს ამ მანქანის ვიდეოში არის თლიანად და ეხლა რო პრიუსია ბავშვებო ტაქსი მაშინ იყო ეს კი ჩემ ბავშვობაში ეს მანქანა იყო მე მან ჩაანაცვლა ეს ხო ფაქტიურად რა გამოვიდა იცი რომ აი კომუნისტების დროს ხო იყო ყვითელი ვოლგები ტაქსები იყო კომუნისტები რო წავიდნენ და რომ სხვა ცხოვრება რომ მოვიდა ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა ჩამ ხალხმა ჩამოიტანა ოპელები ჩამოიყვანა ხო გერმანიიდან მით უმეტეს გერმანიის კანალი რო გაიხსნა და რაღაცა და რატო ოპელები რო იქ მერსედესთან და BMW-ებთან შედარებით იაფიღიდა გამძლეობით თითქმის იგივე გამძლეობისა იყო როგორც მერსედესი და BMW ხო და თან ცოტა წვალა ხო აი მაგ ვექტრაზე მაქვს საუბარი ვექტრაზე ხო ვექტრაზე პირველი 90-იანი წლების დასაწყისში რაც შემოვიდა ეს უცხოური მანქანები და რაც ეტაპობრივად ეს ვოლგები ნელ-ნელა რო ჩაანაცვლა ტაქსები კერძო ტაქსები რო შემოვიდა და რაღაცა პირველი მერცხლები იყვნენ ვექტრა A ხო მერე გამოვიდა უკვე ვექტრა B და უკვე ვექტრა B წამოვიდა ტაქსები აი მე ბავშვობაში ვექტრა B კარგად მახსოვს ეხლა რო პრიუსები და ის ფორდები სუჟენები რო უწევენ ერთი მეორეს კონკურენცია რომელი უფრო ბევრი იქნება ეს იყო ტაქსებად მაშინ მხოლოდ ესენი იყვნენ ხო რა იშვიათად რომ მერსედესის დამენახა ხო ნელ-ნელა ეს საბჭოთა კავშირის დროინდელი ავტომობილები გაიცხრილა და რაოდენობრივად რამის ყოველი მესამე ვექტრა დადიოდა თბილისში და მე სწორი არის ხო ანუ ნუ გამძლეობითაც სან ეხლა სად ჟიგულის და ვოლგის კომფორტი და სად ოპელის კომფორტი ეხლა უკვე შეიძლება თქვენ ვისაც ბავშვობის ნოსტალგიები გაქვთ რუსული მანქანების მიმართ არ გიყვართ ხოლმე მე რო ვიწყე ხოლმე რომ ნაგავიყოთ ეგრეთ წოდებული ხო მით უმეტეს მაშინ 90-იანებში იაპონური მანქანები მწირი იყო იმიტომ რომ უმეტესწილად მარჯვენარულიანები შემოდიოდა და ნუ იშვიათი ხილი იყო ეხა მარჯვენარულიანი ცოტა ისეთი თემა იყო რა ხო რა არაკომფორტული ხო მით უმეტეს რომ ახალი 90-იანების დასაწყისი თემა იყო ხო და ვექტრამ ეგ რუსული მანქანები ჩაანაცვლა იდეალურად, იმიტომ რომ კომფორტი ქონდა, თანამედროვე იყო და იაფი. ხო, ნუ აი იმ პერიოდის სტანდარტებს უახლოვდებოდა. ეგ იყო რა. ახლა ვისაც მერსედესი ყავდა, ხო, მერსედესი. როგორი თემა იყო იცი ხა? ისე რახან მერსედესი ყავს, ესე იგი არ გიჩის თემა რა და არც არავინ არ ტაქსი იშვიათად, აი ძალიან იშვიათად რომ ვიღაცას მერსედესით ეთაქვს. მე მინახე შენ ბავშვობაში მერსედესები და შენ ბავშვობაში შენ გუში წინ დაიბადე და მე გეუბნები 90-იანებში. ხო, გუში წინ დასაწყისში. ხო, გუში 90-იანების ბოლოში ხარ. მე რამდენი წელი გავიდა? ბევრი. საკმაოდ ბევრი. ხო. გუში წინ არა, ფრად გუში წინ არა. გუში წინ 2000-იანების და 10-იანების ბავშვები არიან რა. ხო, და ეგეთი. ხო, ისე ამ მანქანასთან ნოსტალგიები მეც მაქვს რა ბავშვობის. აი ამას ხო ვოლგებზე და ჟიგულებზე აქვს და მე ამასთან გაგიკვირდება და ვოლგაზე და ჟიგულზე ნოსტალგია არც არასდროს არ ამქონია რა. რატო ბავშვობის მანქანა? ჩემ ბავშვობის 20-ების მანქანა იყო, ბავშვობიდანვე 911 მევასებოდა. არა, მე ვიძახი სახში და მერსედესზე მაფა 126 რო ვნახე, ყვა გადამეკედა იმდენად რომ 126-ის მიდევდებს სხვათა. ხო, და ის 126 ჩემი არჩეულია. მამას სიურპრიზი გაუკეთა. ხო, ბარე მეთქი
Mercedes. და კონდი, რასორმაც გაკა ესეც კონდი. ესეც ეგდოს. ზატო BMW-ში სამყავს საყვარელი მანქანა, რომელსაც არ ვიტყვია. მე ვიცი და მაგას ცოტა ხანი უნდა დაელოდოთ. კი ბატონო. ხო. მე მგონი Porsche თუ რავი ვორჩეთ. ხო. მეტი რაღაცა Opel-ია რა. ეს ტიგრას ვიდეო და ჯერ არ ვიცი როდის, მაგრამ Opel-ი კიდე იქნება. კი. ოღონდ ისე იქნება რა. დამნიშნელოვანი მოდელი იქნება. ხო, ნუ აიგეც განსხვავებული მოდელი იქნება. გეგმაში არის, უბრალოდ არ ვიტყვი რა და როდის. ხო, თავარია ვიშოვოთ. ვიშოვით. ეგეც არის. ვიშოვით. იმიტომ რომ წეღანაც ავთქვი და ეხლაც ვიმეორებ, რომ საკმაოდ რთული საშუალებელი ხო არის ჩვენი ხო და მაგით ვანონსებ რომელი და როდის. ხო, აი ნამდვილი მანქანიდან განსხვავებით საკოლექციო მოდელები რთული საშუალებელი არის. ხო და თან რა მინდა რომ თქვა, იქ იცი რა არის, აი შავი მინდა, მწვანე მინდა, წითელი ეგრე არ არის. რა ფერით შეგხვდება უნდა იყოს. ხო, ნუ საკოლექციო მოდელებში ესეა Opel-ზე კონკრეტულად. ჩვენ დაჟე გაგვიმართლა კიდევაც, რომ მწვანე ფერის გვინდოდა და მწვანე ვექტრა რო დავინახე, მწვანე რო დავინახე, მეთქი უნდა ეს უნდა ჩავწეროთ. ამის გაშვება არ შეიძლება. კარგით. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ მაყურებლებო. მადლობა USA თუ ჯორჯას ხარდაჭერისთვის, რომ კონტენტის კეთებაში გვეხმარება. ეს მაგრად. მადლობა თქვენ, რომ არხის ერთ აქტიურობთ. კომენტარებს გვიწერთ. ბევრი მანქანა კომენტარებიდან ირჩევა ხოლმე. დრო კი ჭირდება, მაგრამ მაინც. ხო, ნუ დრო დაჭირდება, იმიტომ რომ ხა ჯერ ერთი უნდა მოვიძიოთ, მეორეც ერთი უნდა ვიშოვოთ. იქ მესამე ვარიანტი არის ფინანსური მხარე. კარგით, აბა დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. Brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ack, now I gotta roll with ice. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ack, now I gotta roll with ice. Ride or die, 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 ride or die. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ack, now I gotta ride or die. What?